მოგესალმებით, გიბრუნდებით 77 ეპიზოდით სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა. ბექასთან და ირაკლისთან ერთად ვიმყოფები, ბიჭები შეულებაში გვყავს. რეზი არ არის, ირაკლი არ არის, კადრს მიღმა ირაკლის გულისხმობ და დავრჩით ამ ცხელ თუ წვიმიან აგვისტოში ფეხბურთის სასაუბრად. რაღაც ხელი გავიყინე. გუშინ ხუთს ვიხვეწებოდი ჩამაცვით. რა პრეტენზია მაქვს. შენ არ გაქვს პრეტენზია, მაგრამ ეს არის რა ქვია. სადღაც ხელი არის ქართული ფეხბურთით. ცხელი არის, მაგრამ სასიამოვნო ცხელი. ხო. უნდა დავიწყოთ აუცილებლად მილოცვით და მე მგონი საკუთარ თავებსაც უნდა მიულოცოთ, იმიტომ რომ ხა ჩვენ თლად საკუთარ თავზე არ დავიბრალებთ, რა თქმა უნდა, მაგრამ ცალსახად გვიხარია, რომ ჩვენი წვილი ჩვენ შევიტანეთ იმაში, რომ ზუსტად იმ სეზონში, როდესაც ჩვენ ქართული ფეხბურთის გაშუქება დავიწყეთ, ქართული გუნდი ეურო ტურნირზეა, ჯერჯერობით ზუსტად ვერ ვამბობთ რომელზე, კონფერენს ლიგაზე თუ ევროპის ლიგაზე. ერთი გავინახავთ. მაგრამ კონფერენს ლიგა განაღდებული გვაქვს, საფრთხის წინაშე არ დგას ის ფაქტი, რომ ევროპულ გუნდებს ვიხილავთ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე და იბერია საქართველოს ჩემპიონი განვლილი გზით იბრძოლეს, გასაგებია რომ იქ იყო მარცხით ბრატისლავასთან, სლოვან ბრატისლავასთან, თუმცა ეგეც ბუნებრივია ნაწილია და ეს არის პრინციპში ჩემპიონის გზა მარცხის მიუხედავად გაქვს მაინც შანსი იმისა, რომ ევროპის რომელიმე ტურნირზე მოხვდეს. პირველ რიგში იბერიას მიულოცოთ ფეხბურთელებს, იმიტომ რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში უშუალო კომუნიკაცია გქონდა პრინციპში იბერიას ფეხბურთელებთან და მე დარწმუნებული ვარ ჩვენს ვიდეოში და ცალკე შორთებადაც ჩვენს სულშემაყურებელს ემახსოვრება გიორგი მაკარიძის სიტყვები პეტრიაშვილზე რო გითხრა მე და შენ გახსოვს რომ ეხლავე დავთმობდიო ჩემპიონობას მომავალი სეზონისთვის ოღონდ რომელიმე ევროტურნირზე შევყოთ თავიო და ეგრეც მოხდა რომ მართლა მაქსიმალური გააკეთეს ფეხბურთელება გასაგებია რომ რაღაცა თამაშის ხარისხი სასწაული შეიძლება არ იყო მაგრამ თავარი შედეგია და რაღაც პერიოდი რო გავა საერთოდ არავის არ გაახსენდება ის რომ ამ ჩრდილოეთ ირლანდიურ გუნდთან იდეალური თამაში ვერ ვაჩვენებთ, იმიტომ რომ ნუ წნეხიც იყო რა. თან ცოტა გაგვიმართლა გუნდებში ვის შევხვდით. აი ქორომ გამახსენა სხვა შორის ის რომ აი ჩვენს პირველ ვიდეოში იბერია დილაზე როცა ვიყავით, მან დააკნათქომი რომ კონფერენს ლიგაზეო წელსო ომიოთ რო პანდემია თუ არ დაიწყო. არა. ხო, ომი ირანში ირანდები. ომიც კი ვერ შეგვიშლის სოფელსა და ჩვენო მინიმუმ კონფერენსზე გავავთო და გავიდნენ ბიჭები მინიმუმ კონფერენსზე საინტერესოა იაგელონიასთან ეხა რას იზამენ როგორც ვიცით უკვე ჩავიდნენ იქ არიან მისადებიან მატჩისთვის შინობით ჩავიდნენ რაც თავარი და მართალია ჩემი აზრით უფრო რეინჯერსი უფრო სასურველი მეტოქე იქნებოდა ალბათ. ხო, ჩემითაც ისეთ სუდღეში არიან. ისეთ სუდღეში არიან რეინჯერსი უფრო იმიტომ რომ იაგელონიას გამოცდილება აქვს წინა სეზონის ფიორენტინასთან სასწაული კამბექი უკვე ფლორენციაში. ფიორენტინაც მან თლად არ ულხინდა, მაგრამ ხო, მაგრამ მაინც ახლა დიდი აპსეტი და სიურპრიზი იყო და მოკლედ გამოცდილი გუნდი არის, მიიღეს, დააგროვეს და იმ წნეხსაც გაუძლეს, აი ბროქსის წნეხი რასაც ქვია და იქაც შეძლეს სასურველი ანგარიში დაბრუნება. მოკლედ, რა თქმა უნდა, გადაულახავი მეტოქი არაა, მაგრამ ძალიან ძიმე მატჩი იქნება, განსაკუთრებით პირველი გასვლა. ალბათ ეგ ჩვენი უპირატესობაც არის, რომ პირველი თამაში გასვლაზე იქნება. და რაღაცას ამბობდი. ხო, წნეხი იბერიასაც ხო იმხელ აღარ აქვს ახლა. იქ თამაშზე ვიყავით რა ლარნესთან. ლარნი რა მნიშვნელობაა? ვირთხებთან. საინტერესო ზედმეტსახელი აქვს. ხო, დოკის ვირთხები. ხო და იქ მოთამაშეებს ეტყობოდათ აი საკუთარი თავი რო წნეხავს ხო იცი იმას რომ აი ამდენი ხანი ვერ გავედით ეს მინდორზე კარტოფილი დავთესოთ და აი ეგ ყველაფერი ხო ეტყობოდა. ერთი თერზე და გესმოდა ხო ყურს? ერთი თერზე კი. თან როგორი ერთი იყო ხო მაგასაც გააჩნია ხა. გოლი გატანილი გაქვს თითქოს ეგ წნეხი უნდა ჩამოიხსნა რაღაც დონეზე და რაღაცა გასტაბილურდეს თამაში, მოდი ჯერ ცოტა ხანი ანგარიში შევინარჩუნოთ, მე მეორე გოლზე ვიზრუნოთ და მართლა გოლის აღნიშნა რა გაქვს დამთავრებული და გოლს უშვებ, ეგ ძალიან სერიოზული წნეხი იყო და მადლობა ღმერთს რომ გადავაგორეთ. ამან შეცვალა თორე ერთი და იგივე ვიდეო რა როგორც იქნა გავიტანე და ხა დავწიფებული გოლი და გაგვიტანე. ხო, ეგრე იყო მართლა. ამან მონტაჟი სხვანაირად. ხო, მოკლედ მიულოცოთ, ქართულ გულშემატკივარს მიულოცოთ, მადლობა უთხრათ იმ ხალხს, ვინც სტადიონზე მოვიდა, იმიტომ რომ მოდი ვთქვათ, რომ კარგი ატმოსფერო იყო, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი ატმოსფერო არის წინ. უკეთესი შეგვიძლია. კი, შეგვიძლია და იქნება კიდეც 27 აგვისტოს იაგელონია, როდესაც ჩამოვა საქართველოში და საპასუხო მატჩი გაიმართება ევროპის ლიგის პლეი-ოფისა, უნდა გაივსოს სტადიონი რა მის ნებისმიერ ანგარიშს. რა თქმა უნდა. ხო და აი რაზე ეს დავამთავრე. დინამოზე რაც იყო რა
აი ჩვენ რო პირიქითო იქ წაგვეგო 3-0-ო თქვენ რომ მოხვიდოდითო სტადიონზე აქ ეგეც სწორი ნარატივია რაღაც კუთხით და ჩემი აზრით ნებისმიერი ანგარიშის შემთხვევაში მე ვაწვევდი მაგ ნარატივს და მგონია რომ 3-0-ო წაიგო დინამოს გეუბნებით 15 კაცი ვიქნებოდით რა. ხო და ეხა საკმაოდ დიდი ფავორიტი არის იაგელონია ბუქმეიკერებითაც ყველაფრიდან ნუ გასაგებია მაგრამ საკმაოდ დიდი ფავორიტი არის ამ წუთისთვის. ეგ რაში და როგორ აისახება ეგ ცალკე ამბავი არის, მაგრამ მოკლედ ფავორიტია და განმეორებით შეხვედრაში ნებისმიერი ანგარიშისა ჩემი აზრით გვერდში უნდა დაუდგეთ გუნდს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია კულტურის გამომუშავებაც არის, იმიტომ რომ თუ გვინდა რომ ევროპულ ასპარეზზე ვიყოთ, უნდა ვიყოთ ისე როგორც ევროპული ფანობაა და ფან-კულტურა არის ზოგადად მატჩდეი კულტურა როგორიც არის. და არ უნდა იყოს რაღაცა ერთ წარმატებულ დღეზე აკიდული ყველაფერი ისე როგორც რჩევია ხოლმე სამწუხაროდ. ხო, რაღაც კომენტარებს ვკითხულობდი, რომ იბერიას мотиваცია არ ექნებაო, რადგან იქ განახდებული აქვს, მაგრამ ორმაგი мотиваცია ექნება, იმიტომ რომ ევროპა ლიგა ერთი ის რომ მეტი პრესტიჟია, ფინანსურად მეტია, ეს ნიშნავს მეტ პოტენციურ ტრანსფერს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, გუნდი კიდევ დაიმატებს ფეხბურთელებს, დიდი ხანია სხვა შორის იბერიასთან დაკავშირებით იწერება, რომ ფორვარდის დამატება სურთო. არა, მე მგონი აღარ უნდა. ხო, მაგრამ ნუ მე ვფიქრობ, რომ კიდევ უნდა იყოს ტრანსფერები და მანამდე ბარემ აქვე ვთქვათ, სანამ აი იბერიას თემას ჩავხურავთ 23 აგვისტოს იბერია საკუთარ მოედანზე დინამო თბილისს ეთამაშება და მანდაც უნდა მოვიდეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ერთი ის რომ წინა თამაშია იაგელონიასთან თამაშამდე, გულის შუა თამაშია პრინციპში, ჯერ გასვლა და მე სახში და მანდაც უნდა მოვიდეთ და ნელ-ნელა უნდა შევეჩვიოთ იმასაც, რომ ქართულ საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზეც მოვიდეს ხალხი და ხარი დაუჭიროთ. თუ დინამოსთან ბევრი შეკითხვა გაქვთ და კრიტიკა და აქეთ იბერიას გულშემატკივრობთ, იდეალური ვარიანტია მე მგონი რომ მოვიდეთ სტადიონზე, ამათ შეგიძლიათ დაუსტვინოთ, უთხრათ რომ ძალიან ცუდად გამოვიდნენ და სამარცხვინოები არიან და აი ესენი შევაქოთ. თუმცა დინამო ძალიან ცუდ დღეშია თან, ეხლა გადაუვარა რუსთავი თამაშობს საჩემპიონო თამაშს. საჩემპიონო ფეხბურთს თამაშობს, იმიტომ რომ გუნდს ეთყობა რომ ფიზიკურად და სისწრაფეში ყველა გუნდზე წინა. ეგ ძალიან ეთყობა გუნდს. იმიტომ რომ რაღაც კლასიკური ევროპული გუნდის კონცეტევას თამაშობენ დაახლოებით. მე რუსთავს მაგრად სწორავ ხო იცი? აი გოლი მეორე გოლი რაც გაუტანეს ნაკანოს ასისტი დრო სემ გაიტანა, აი 10 წამიც არ დაჭირებო რომ აი შევიდნენ კარში. ეგ არის დიდესი განსხვავება მათ და სხვა დანარჩენ გუნდებს შორის, იმიტომ რომ აშკარად ტაქტიკურად, ფიზიკურად და სისწრაფის კუთხით ბევრად გამართული გუნდი არიან და ბევრად წინ არის და ლოგიკურიც არის ეხა რომელ ადგილზე ისინი გავიდნენ. ის ლეგიონერების ძალიან კარგები ყავს. ერთი რომელიც ასე ვთქვათ ვერ გამოიყენეს სპაიში განათხოვეს. მოკლედ ცესაზე ძალიან კარგი გუნდი ყავს დაენებული და რაც აი სანტრედი გახდა ჩემპიონი, ეხლა რუსთავით რო გახდა ჩემპიონი. ხო, 4 ქულა პლუსში აქვს. უბრალოდ იბერიას გამოტოვებული თამაში აქვს გორის დილასთან და თუ იბერიამ ეგ თამაში მოიგო, როცა გაიმართება, ერთ ქულამდე შემცირდება, მაგრამ ერთი ის უნდა ვთქვათ აუცილებლად, რომ გია ცეცაძე ძალიან კარგი გუნდი ყავს, მართლა კარგ ფეხბურთს თამაშობს და თავარი ალბათ რაც არის, რუსთავი მალე უნდა დაუბრუნდეს საკუთარ მოედანზე ფეხბურთის თამაშს, გულისხმობ რუსთავში და როგორც ახლა მიჩვეულები ვართ, რომ რეგიონში უფრო მეტი ხალხი დადის და დარწმუნებული ვარ, რომ რუსთავში უფრო მეტი ხალხი იყო მაგ თამაშში. ხო, აქეთაც ჩამოდიან და იქ წარმოიდგინე ახლა სახლში რო თამაშობს შენი გუნდი რა. აი ქეცეს ძალიან კარგი რაღაცა თქვა, რომ იბერიას გასვლითო პირველ რიგში გულშემატკივრება მოიგესო და რა თქმა უნდა ეგრეც არის, იმიტომ რომ ნახავენ ნამდვილ ევროპულ ფეხბურთს და ევროპულ ფეხბურთში ის გულისხმობა, რომ გუნდები, რომლებიც წლები აშენებენ რაღაც პრესტიჟს, მიდიან რაღაც დასახული მიზნისკენ, ტიტულებისკენ და ასე შემდეგ, ეგეთი გუნდები მით უმეტეს კალათები ისე დაალაგდა კონფერენს ლიგის შემთხვევაში, რომ ძალიან გაფანტული არის და შეიძლება რაღაცა სუპერ სიკვდილის ექვსეული დაძდეს, რომ იმიტომ რომ პირველ კალათაში არის ბრაგა, ბენფიკა, ბენფიკა არა, ბოდიში, ბრაგა, ატალანტა, მონაკო, ბრაიტონი მესამე კალათშია, ხეტაფე მეოთხე კალათშია, მოკლედ ძალიან და რუსთავზე ერთ სიტყვი რა. რამდენი წელია ეს არ გითხოვს, რუსთავის კიდე ერთი დიდი პლუსი რა არის, იბერია ორ ფლანგზე იბრძვის. ევრო ტურნირი აქვს და იქ დახარჯავს ენერგიას.
ხო, ეგ რა სულ თქმა უნდა. მინდოდა ქართულ ფეხბურთზე ეგ მეთქვა. ხო, კონფერენს ლიგაზე 6 თამაშია ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით, იქ ხო 8, აქეთ 6. ისე ევროპის ლიგაზე რამდენი? 8. ხო, ის არ გვითქვამს, რამდენი წუთია უკვე ლაპარაკობთ, რომ ეს ვიდეო უნდა დაალაიქოთ აუცილებლად, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ვისაც არ ყავართ გამოწერილი და კომენტარი დაგვიწეროთ თქვენი აზრი, ისევე როგორც იბერიაზე და იმ თემებზე, რომლებზეც აწი ვაპირებთ, რომ ვისაუბროთ. ხო, მარტო ქართულ ფეხბურთზე არ ვისაუბროთ ხო, ეს. ევროპული ფეხბურთიც გვიბრუნდება, თან ჩვენც მოგვენატრა ამაზე საუბარი და მაგასაც შევეხებთ. ტერმინალში ვიმყოფებით ჭავჭავადის 27-ში. მადლობა მინდა ვუთხრა ტერმინალს იმისთვის, რომ გვითხოვს ამ სივრცეს და წერთ ამ გადაცემებს და ჰაბსჯი ვახსენოთ აუცილებლად ჩვენი მეგობარი კომპანია, რომელთან ერთადაც რაღაცებს გეგმავთ და იმედი გვაქვს გამოგვივა კიდეც. მორჩით ქართულ ფეხბურთზე თუ კიდე გინდათ რამის ტრანსფერზე იბერიას ფორვარდის ტრანსფერზე სიხალოვაშვილი ფაქტობრივად ტრანსფერი. ხო, მაგას ვიდათ აღარ. გადმოვიდა დინამოდან, სადაც როგორც ის დაიწუნეს და არ თვლიდნენ, რომ დინამოში უნდა ეთამაშა. საბურთალოში, ბოდიში იბერიაში გადმოვიდა და იბერია 2-ში იყო მთელი სეზონი და დემჩენკო პირველივე ევროტურნირის თამაში ძირითად შემადგენლობაში დააყენა და 6 თამაში ევროტურნირზე აქვს 4 გოლი 2 ასისტი. და კიდე გაიტანს დარწმუნებული ვარ. კიდე გაიტანს. აი მეტი რაღა უნდა ქნას იდეაში ნოუნეიმა, რომელიც არის ცოტა ფაქტ საზოგადოებამ და უცებ ასეთ შედეგი დადო და ძალიან მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა ყველა თამაში. იცი რა მაინტერესებს? სექტემბერი ახლოვდება და ამ შედეგებს ერთი კაცი ხო არ გაითვალისწინებს თქო. სანიოს გოლის. ნაკრები ცოტა მძიმე თემა არის. არ დავიწყოთ ნაკრებზე საუბარი, იმიტომ რომ ისეაც ბევრი გვაქვს სასაუბრო სექტემბერში. აი სხვადასხვა უბრალოდ გამიჩნდა ეგ. ძალიან ბევრი ამ სეზონში ყავს ყველაზე მეტი ლეგიონერი, ჩემი პირადი დათვლებით მინდეთ, რომ ძალიან ბევრი ლეგიონერი ყავს. საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე თუ? ანუ ქართველები რომელიც სხვადასხვა ხო, ძალიან ბევრი არიან, ესპანეთში არის 5 უკვე თუ 5. 5 ქოჩორა დაემატება დაემატება, ხო. სავარაუდოდ სევილიაში, სერიაში არის ისა კვერნაძე, გოგლიჩიძე, ჩაკვეტაძე, ბუნდესლიგაში არის კიონში გადავიდა ლოჩოშვილი, ჰოლშტაინკილში და ჰაიდენჰაიმში ბუდუ და კვილთაია. საფრანგეთში ყავს და ყავს. ინგლისში მამარდა. ინგლისში მამარდა. სხვადასხვა საინტერესო იქნება იწერება რომ ჟორჟი თუ ნიუკასლში გადავიდა. ესე იგი ამ ჟორჟს გამოწერილია ყოველ ზაფხულს რაღაცა ტრანსატმოსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ტრანსფერები, ესე გამოდის, იმიტომ რომ ერთი რომ ბარსელონაზე თითქოს თემა აგორდა რომ აი დეკუ, ჰანსი ფლიქს არ უნდა, დეკოს უნდა, მე თუ მკითხავ ძალიან კარგად ერგება, თუმცა ნუ ჰანსი ფლიკისაც მესმის რა, ეხა ისეთ გუნდს კრავს ბარსელონა რომ გადავედით ევროპულ ტრანსფერებზე. ისეთ გუნდს კრავს ბარსელონა რომ წინა სუპერსტარი ჭირდება, მესმის. გასაგებია რომ მიქაუტაძე ჩვენ ძალიან გვიყვარს, ძალიან მაღალი დონის ფორვარდია, თუმცა ერთია იყო რაღაცა ვილიარეალის დონეზე ამ ეტაპზე და თამაშობდა კარგად და მეორე ხა ეგრევე ადგენდა ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში ჩაქსვან რა. ბარსელონას ძირითადი და თან კიდე იცი რა მომენტია რომ ბარსელონას ცოტა ისეთი თავდამსხმელი ჭირდება ვისი გვარის გაგონებისაც მსვლელებს ეშინიათ. ზუსტად აბარა. მაგიტომაც იბრძვის დღემდე ხულიან ალვარესზე და ხულიან ალვარეს ხაშაშ რა გონია ხულიან ალვარესის ვინმესი ეშინოდეს. არა, არ გეშინიათ ხულიან ალვარესის. თქვენი გუნდების წინააღმდეგ? ატლეტიკოში თამაშობს ალბათ არც მე, მაგრამ სიტის ხულიან ალვარეს და ზოგადად ხულიან ალვარეს ჩემი აზრით საშიში ფორვარდია რა. სიტის ხულიან ალვარეს ვერ ვიტყვი საშიში ფორვარდია. სიტის ჰალანდი ყავს ისეთი. მაგ სეზონში ჰოლანდმა მოხსნა ყველა რეკორდი, მანჩესტერს გაუტანა ორ თამაშში 2 ჰეტრიკი, ან მე ჩემი პირადი ტკივილდა გავონე. ან ეგ იყო შეუჩერებელი. ხულიან ალვარესი ჩემი აზრით კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ზედმეტად მატყუარა სივი აქვს. სივისთან ერთად ხულიან ალვარესის განსაკუთრებით რაც მე არ მომწონს, არა მხოლოდ ხულიან ალვარესზე, არამედ ბევრი ისეთ ფეხბურთელზე, რომელზეც ჩაწერამდე ვსაუბრობდით, არის სატრანსფერო ფასი, იმიტომ რომ ფაქტობრივად უკვე შევეგუეთ, რომ ყოველი ზაფხულია რაღაცა რეკორდების მოხსნის და ამ ზაფხულს კიდევ უფრო სიგიჟეები ხდება, განსაკუთრებით ბექასაყვარელ ჩემპიონატში, პრემიერ ლიგაში და ნუ იმ სხრევა ეს რეკორდები თანხობრივი პირველ რიგში. ხულიან ალვარეს არსად არ დაუმტკიცებია, რომ აი 140 თუ რაღაც სიგიჟე 140 მილიონიან ტიპი რომ მოყავს. მორგან როჯერსმა ხო დაამტკიცა ის 150 ინგლისელი მაინც არის და რაღაცა არა, მე გეუბნები რომ რაღაცეები 140 მილიონს. 140 მილიონიან ტიპმა რაღაცა მნიშვნელოვანი ძირითადი ტიტული ხო უნდა მოგაგებინოს. ან ჩემპიონატი, ან ჩემპიონთა ლიგა.
ნუ ეხა ხულიან ალვარესი ყოველთვის, ანუ ამ პერიოდის განმავლობაში თამაშობდა ისეთ გუნდში, Manchester City-ში, სადაც ბევრი ლიდერი შეიძლება ყავდეს გუნდს, იქეთ არგენტინის ნაკრებში, სადაც მესია და ჩემს არა ეგ ტიპი, საერთოდ ლიდერის ტიპაჟი რო გუნდი შეიძლება არც დაჭირდეს ამ ბარსელონაში ხულიან ალვარესი რო ჩასვა, შეიძლება არც დაჭირდეს რომ მიდი ეხა და შენ მხრებზე ათრიე ბარსელონა, იმიტომ რომ იქ არის ერთი ის რო როდრია უკვე, Lamine Yamal-ია, Rafinha ხომ არა ის ფასი რო კიდია ეგ სხვანაირად მოქმედებს. თანამედროვე ფეხბურთში ბექა იქეთკენ მიდის ყველაფერი რომ აქ ფასებს უკვე აღარავინ არ აქცევს ყურადღებას რა მაგას ვამბობ მე საერთოდ ცუდი რაღაც წავიკითხე ლაუტარო უნდა ბარსელონას და არ მომეწონა უკვე გვიანია ჩემი აზრით სატრანსფერო ფანჯრის დახურამდე 13 დღით ადრე ლაუტარო მარტინეს ინტერი არ გაკეთებს მე ვფიქრობ არ მგონი 120 მილიონი მაგდენს არ გადაიხდიან სადაც 120 იქა დაამატე 30 მილიონი და იყიდე ხულიან ალვარესი რა 100 მილიონი არა ესპოზიტოს დაიტოვებენ და ლაუტარო ხანგრძლივებენ კონტრაქტს რო წავიდეს ეგ არაა პრობლემა კაი მოდი პრემიერ ლიგის ტრანსფერებით დავიწყოთ მოდი არეგულარულად რო არ გამოგვივიდეს რა თქვი ეგ შენი ის არის რა ქვია საავტორო და ამ წამს გავაკეთე პრემიერ ლიგის ფენტეზის ლიგა შედეგს მიღმა ქვია ამ კოდს აი ახლა ბექა მონტაჟში სვავს სადღაც აი აქ და შემოგვიერთდით ითამაშეთ ჩვენთან ჩვენს ლიგაში ეს მიკროფონი ცოტა იქეთ რო გადაწიო ხო არ ჯობია იქეთ იყურები ხშირად და ხმარ დავკარგოთ შენი არ ამოვწყდი მე გამოცდილი კაცი ვარ ვაფშე ეს დავიჭერ მიკროფონს და ესე ვილაპარაკებ და გამარჯვებული ვინც იქნება შევპირდეთ რომ სასურველი ან პრემიერ ლიგის ნუ რადგან პრემიერ ლიგის ფენტეზია მოდი პრემიერ ლიგის მაისური იყოს ეს არის ციანამ წამს მოვიფიქრე ახლა იმიტომ ვიყურებენ ეს ცოტა უცნაური სახით და გამარჯვებულს გადავცეთ მაისური კი ბატონო პრემიერ ლიგის მოკლედ შემოგვერდით პრემიერ ლიგის ბექა ჩააწყობს რომ არავინ არ შემოუშვათ ესე იგი კოდი არის YXGWQR ამოგინათ ამ კაცმა უკვე და ხო და მოიცა აუ ეს მონტაჟში ესე ჩასვი რა YXGWQR ძალიან წვალება გიწევს ბექანოდის ამ მონტაჟი გამიდეოს არ ვიცი მაგრამ ძალიან წვალება გიწევს კარგი აქ არ დავაწერო შეშინდეს ტელეგრამის განმავლობაში მოსულა ვისაც გინდათ რომ გრიზლის დაეწეროს შუბზე ეს ვიდეო და ლაიქი შემდეგ ვიდეოში არა ეხლა ერთი რამდენი ხანია ვსაუბრობ ერთი 15 წუთი ხო არის ვსაუბრობ და თავიდანვე ეს დამაწერე რომ აქამდე იფიქრობ ეს რა ჯანდაბაა წერიო აი ამ მომენტის მერე წავაწყე. კაი, ბექა შენ ხარ პრემიერ ლიგის ფანდიტი და გითხარი განსაკუთრებით რომელი ტრანსფერი მოგეწონა და ვისი სეზონის დასაწყისელი გამორჩეულად ასე ვთქვათ. მე მანჩესტერის სეზონის დასაწყისელი გამორჩეულად, იმიტომ რომ კალენდარი მანჩესტერს აქვს ალბათ საუკეთესო. ხალი კოვენტრით ვიწყებთ და ორივეს წააგებთ. მეოთხე ტურში უკვე City სერიოზული საქმეში ვერთობით. მე მინდა რომ United City სახში Old Trafford-ზე თამაშობს მე მინდა რომ პირველი სამი თამაში მოიგოს მანჩესტერმა. დროს საჩემპიონო ამბიციები გაჩნდეს? აი ის კიდე გამოჩნდათ მე ბირო არ აქვს შეჭრილი და აუ არა ხა ეკრიჯით მოკლედ მანჩესტერის სატრანსფერო ფანჯრი დავიწყებ და ვინ იყიდეს? იური ტილემანსი. აუ ხო ტილემანსი და იური ტილემანსი და ანდრეი სანტოსი ორივე მაგრად მოუხდება. ძალიან კაი სატრანსფერო და მანჩესტერში საქმე არ არის ჯერ დამთავრებული ტრანსფერების. ჩემი აზრით მანჩესტერს საკმაოდ ბევრი ადგილას აქვს პრობლემა, განსაკუთრებით ეს არის მარცხენა მცველი, იმიტომ რომ ეს სხვადასხვის ის სეზონის გახსნითი გადაცემა ქონდა Stick to Football-ს. კარაგეს, ნეულს და სკოლს და სკოლსმა თქვა ძალიან საინტერესო რაღაცა რომ აიო წინა სეზონში 33 თამაში ითამაშა ლუქშო 60 თამაში ითამაშებს თუ არა აი ეგ არის და ეს დორგუ ბექა ლუქშო ვერ თამაშებს დორგუსაც შეეხება დორგუს ყველაზე მეტ პოზიციაზე იყენებს ხოლმე კერიკი ამის ფორვარდი არის უკვე და ყველა თამაში გოლი გააქვს. კი, უბრალოდ მე იმიტომ ამბობ, რომ რეშფორდი დაიბრუნეს და უფრო რეშფორდს ხوار მიეცემა ეგ პოზიცია თქო. რეშფორდის საკითხი ჯერჯერობით ისე გაურკვეველია და ყველაზე მეტ, ნუ ბრუნო ფერნანდესის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მიდის და აი მე და არ გაუხანგრძლივონი, იმიტომ რომ გახანგრძლივებულია და ეგ არის. არა, 475,000 ითხოვს თუ 500,000 კვირაში და მაგაზე ვერ თანხმდებიან ჯერჯერობით. აი ჩემი აზრით ბრუნო ფერნანდესი. რა ამბავია ბიჭო. აი არ იმსახურებს ეგ მით უმეტეს ხوار დააგდა იმ კარგი წინა სეზონის მერე ასაკ ხომ მოემატა. სოფლიო ჩემპიონატზე მთლად კარგი ვერ იყო. ჩემპიონატზე საშინელება იყო. რასაც მოგეღო. მაგდონის ვინ მოეხლა მანჩესტერში. ხო და არა შეხედე მანჩესტერმა ხომ უნდა გაუფორმოს მინიმუმ 4 წლიანი ტრანსფერი კვირაში 500,000 ხო? ეგ რამდენი არის? კვირაში
კვირაში 2 მილიონი, ანუ 24 მილიონი. თვეში 2 მილიონი, წელიწადში 24 მილიონი, 88 მილიონი. ანუ 88 მილიონი. 92 120 მილიონი არის. 120 მილიონი არის 5 წელზე. 5 წელზე თუ გაუფორმეს ან რაღაცა. 5 წლიანი 120 მილიონი არის. 120 მილიონად თავისუფლად თავისუფლად შეიყვანო, შეიძლება ვინმე სტარ ტრანსფერი მოიყვანო და პლუს ესეც 70 მილიონად გაუშვა და ძალიან კარგ პროფიტი დასჭირდა. მაგალითად ვინ მოიყვანოთ? ჯამალ მუსიალა. არა, ჯამალ მუსიალას გული მისდის უკვე სტადიონზე და ჯამალ მუსიალა არ ის მაშინ მე ერთ ქართველზე არ ვიტყოდი. აქ ლენარდ კალზე ნამდვილად არ ვიტყოდი უორს. ან არა შენ ხო ბავარიადან ფეხბურთელის წამოყვანის მოგამი გაქვს? მე კონრად ლაიმერი მინდა. ჯერ იქნებ აცადე კარლ მანჩესტერი თუ არ გადავიდა იმ ეტაპზე რომ სტარები დაიმატოს, ოღონდ ვისაც უკვე დამტკიცებულია პროფესტარები რაც არა, აი თუნდაც დუესნაირი, ხუჩასნაირი. აი ბარკოლაზე რატო არის წევიან ნეტა? ბარკოლა 140 მილიონად ჩემი აზრით ძალიან ძვირია. მოდი ფასებზე აზრი არ აქვს საუბარს, იმიტომ რომ არა, მანჩესტერის უკვე პოლიტიკა აქვს, რომ ბიც არავის არ იხდიან, 200,000-ზე მეტ ხელფას არავის აღარ აძლევენ და მოკლედ გუნდში თუ ფიქრობენ რომ ის ფეხბურთელი არ არის დაინტერესებული პროექტით, არანაირ შეთავაზებას აღარ უკეთებენ. ეგ ძალიან მომწონს მე და მანჩესტერი უკვე აღარ ხარჯავს თითქმის. პოტენციურ შემცვლელებზე მარცხენა მცველზე რომ ვისაუბროთ, ლივრამენტო ლუის ჰოლი არის. იმაზე ლივრამენტო რაუმზე იწერება. დავიდ რაუმზე იწერება ასევე და გუშინ ჩავხედე ნიუკასლის ფენტეზის და ფენტეზის ყავს 5 მცველი. მალიკ ჩაო, ჰოლი, ბოტმანი, ლივრამენტო და შერი. всё, მეც მცველი აღარ ყავთ. ხო. და კიდე ნიუკას 2 მცველი გამოაკლდეს, ანუ ნიუკასლი უნდა გავააქტიუროს. ნიუკასლს ვიღაც საყიდელი ყავს. ნიუკასლს ძალიან ბევრი ფეხბურთელი ყავს საყიდელი, იმიტომ სანდრო ტონალი გაუშვეს, გიმარაეში გაუშვეს, ფორვარდის საკითხი ვისა ტრავმირებულია, ვოლტემადეს აღარ უნდა რომ იყოს, ითხოვს შტუტგარტში ან ბაიერნში წამოვალო, მოკლედ ძალიან აერია თუ რა გუნდ სიტუაცია მithumetes მოწმენდილსაზე გაუშვეს. ხო, ედი ჰაუ წავიდა, იაისლე მოვიდა იმიდან საუდის არაბეთის ლიგიდან, მოკლედ მან ძალიან გაურკვევლობა. ვაფშე რა. ნიუკასლი ჩემი აზრით ერთ-ერთი თუ რამე არის, ერთ-ერთი გავარდნის კანდიდატია. ჰალთან ერთად და კოვენტრი არ ვიცი სვიჩი უფრო შეიძლება ედი ჰაუ რატო იმიტომ კოვენტრი ძალიან ბევრი რაღაცა ეთყობა შიგნით მოხდა ისე დაუცალეს გუნდი რა კოვენტრი ფულის ხარჯვას იწყებს ახლა და ბევრ ტრანსფერს აკეთებს აი დაახლოებით იგივე რაღაცას აკეთებს რაც სანდერლენდი და სანდერლენდს რაში დეგის მისცა ნახეთ აგერ გავიდა ევროტურნირებში ჯაკა დარჩა ხო სანდერლენდი აი ჯაკა არ გაუშვა სანდერლენდმა ჩელსისაც შეეხება ჩელსიში ჯოანი კენდა ოფიციალურად გაიფორმეს იმიტომ რომ კარგი იყო იუვენტუსთან თამაშობდა და ძალიან მაგრა იყო არ ქონდათ სპორტინგთან ეგეთ შეთანხმება იყო რომ საფულიდან დაემატებოდათ საინტერესოა მორგან როჯერსი და პალმერის ბავშვობის დუეტი გაცოცხლდება და რა შედეგს დადებენ ჟოო პედრო ჩანს კარგ ფორმაში და ეგ კარგია ეგ სულ კარგ ფორმაში ჩანს კი ახლა ლუის კოლვილი დაუბრუნდებათ და ლაკრუა იყიდეს პალესტრა არის ძალიან პალესტრა ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი არის, რაც გაკეთებულა პრემიერ ლიგაში, იმიტომ რომ ორივე ფლანგზე მაგრა იყენებს. კი, სხვათა შორის რაც იშვიათი მოვლენაა ზოგადად, მესმის იტალიური გუნდები ინგლისურ გუნდებთან შეერებით ფინანსურად ძალიან სხვაგან არიან, მაგრამ აი ინტერი დუმფრისი რო გაუშვეს მერე, პალესტრა იყო რეალურად გადასული იყო ფაქტობრივად და ტაქსი ყავდა გაჩერებული სამედიცინო შემოწმებაზე მიდიოდა და ტაქსი ალონსო იყო ძღოლი. ხო, ალონსო იყო ტაქსის ძღოლი, იმენა იგი. ხო და ანუ ჯუზეპე მაროტას ამა რო ეკითხა, სად მიდიხარო? მოიცა მოკლე გზა ვიცი და ჩაიყვანა. ჯუზეპე მაროტას ეგეთი ისინი რა ქვია, რაღაცა პრობლემები ასე ვთქვათ ძალიან იშვიათად აქვს ხოლმე და აქ ფაქტია რომ მოხდა ანუ გარღვევა მოხდა რომ ცხვირწინ წაართვეს პალესტრა რა თქმა უნდა ხელფასაც უკეთეს შესთავაზებდა უბრალოდ თითქმის დახურული თემა იყო რა უბრალოდ ბოლო წუთს გამოჩნდა 5 მილიონით მეტი გადაუხარეს ხელფას და ხო მოკლედ და იუვენტუსთან პარი მას ვიტყვი რომ ჩელსის ფეხბურთელი და თან კარგი ტრანსფერი ენცო არ წავიდეს ხო ენცო უბრალოდ ის დედლაინი რომელიც ხსენდა სიტის რომელიც მისცეს 120 მილიონიანი უკვე გავიდა გასაგებია რომ სიტის ერთი ის რომ რეინდერსი გაყიდეს 61 მილიონად აგერ როდრი გაყიდეს 60 მილიონად ფული აქვს ისე რაც კონდა სიტის ფული და ეგ არ უჭირს უბრალოდ თვითონ ენცო ხო არ დაფიქსდება ხო მაგრამ საშინელება იყო
City ხო? ცოტა რაღაც გადაუარეს Arsenal-ს. და ეგრევე კომენტარები წამოვიდა, რომ ძლივს საკუთარ ადგილზე ბრუნდებიან ესენიო და ისე არ გამოვიდეს, რომ ენცო დაფიქრდეს თვითონ, რომ ამ Chelsea-ში დარჩენა ხო არ ჯობია Alonso-სთან და რაღაცა უფრო მზარდა პროექტთან, ვიდრე City-სკენ, რომელიც რეგრესისკენ მიექანება. Просто არა უბრალოდ. кейსი ის არის, რომ რაც სიტუაციაც შექმნა თვითონ. Просто პრობლემა და кейსი იყოს. რა თვითონ რა გარემოებებით შექმნა გუნდში. რომ იქ მე რეალს იწასვლა მინდა, Chelsea-ს თამაში აღარ მინდა. ენცომ? ხო და მე დისკვალიფიკაცია ხო, ხო დისკვალიფიკაცია მიცეს. ეგეც ფაქტორი შეიძლება იყოს, რომ Manesca-სთან გადავიდეს თუ რეალს ფაქტია რომ არ მინდა. ხო, ნუ ისიც არის თემა, რომ Chelsea ჯერ კიდე ალბათ დაცლა ჭირდება, იმიტომ რომ Juventus-თან Chelsea მაგარი რაღაცა იქნება სკამზეტო. Chelsea-ს ყველაზე ჩემი აზრით ყველაზე კარგად წავა, იმიტომ რომ უდიდესი დრო აქვს. Alonso-ს რო გუნდი შეკრას და სეზონის მეორე ნახევრამდე ისე დააგდეს, რომ ჩემპიონობისთვის მეეჭვება იბრძოლოს, მაგრამ გამორიცხული არაფერი. ნუ როგორც ვინმე ევროტურნირზე დაბრუნდეს რა, სხვა გუნდებში ძალიან არეულობა ჯერჯერობით პრემიერ ლიგაში Arsenal-ი ტოვებს ერთადერთი ჩამოყალიბებული გუნდის და სტატუსს და ნუ მოკლედ შეიძლება ყველა გუნდში ცვლილებები წავა. გიგონება აი ყველა rebuilding-ზეა ხო და შეიძლება Arsenal-ი ძალიან მარტივად გახდეს ჩემპიონი ისევ ამ არეულობაში. კი ბატონო. მან არის რომ Chelsea არ თამაშობს არც ერთ ევროტურნირს. ხო, ეგ დიდი პლუსია. ეგ ძალიან დიდი პლუსია, რომ რაღაცა უდიდესი რესურსები, ტაქტიკური და ყველანაირი ჩადოს, რომ რაღაცა გზელვადიან პერსპექტივაში რაღაცა მყარი ფუნდამენტი ამ სეზონშივე ჩაასხა. ხო და City არ ვიცი. City-ს ნუ მოკლედ ელიოტ andersoni იყიდა City-ი და 3 მილიონით მოხსნა Morgan Rodgers-მა ელიოტ andersoni-ის ტრანსფერის რეკორდი. ბუადის ყიდვა უნდა ლილიდან, რადგან Reinders-ი და Rodri წავიდნენ. გაუშვეს უკვე. ხო და Reinders-ი Reinders-ი არის ფლოპი City-სთვის, უნდა შეიძლება მილანში. არის სერიას დონის ფეხბურთელი. ზუსტად. ანუ ეგ ჩემი ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა. პირველი თამაში ჰქონდა სასწაული Wolves-და იმის მერე იყო ყოველი მომდენო მატჩი რეგრესი. არ და გახსოვს შარშან რო ჩავწერეთ. ფენტეზიში მყავდა კაც. ფენტეზიში მყავდა კი არა, გადაცემა რო ჩავწერეთ. ფენტეზისთან 4 და 5-იანი იყო სასწაული ბეგი. პირველ გადაცემაში მე და რეზი მე ვიძახდი რომ აი Rodri და Reinders-ი ერთად ხო და ახსოვს თქვი რომ ყველა თამაშს მოიგებს City. ხო. ეგ არა, მე მან პირობაც მქონდა. და ნუ მაშინ შევთანხმდით იმ გადაცემაში, რომ Rodri და Reinders-ი ერთად უნდა აკრძალულიყო და კი ბატონო. მე აქედან რომ ბეთავ რომ City 4 ხელში ვერ შევა და ჩემი აზრით ეგ rebuilding-ი ყველაზე მეტად დაარტყამს City-ს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ გუნდს აქვს პრემიერ ლიგაში, უბრალოდ აი ამ rebuilding-ის სხვა გუნდების rebuilding-ის პროცესში Arsenal-ი არის გუნდი, რომელიც ალბათ Bruno Guimaraes-ში ერთ-ერთი მთავარი პაზლი, ეს ცოლისი კიდე ძალიან მაგარი იყო იმასთან City-სთან და Arsenal-ი არის გუნდი, რომელიც ესე გამოკვეთილად მოსჩანს, რომ საჩემპიონო მატერიაა რა. Arsenal-ი სავარაუდოდ ფორვარდს იყიდის. Arsenal-ი? სავარაუდოდ ფორვარდს იყიდის და ვის უბრალოდ? Osimhen-ი უნდა თქონი. აცი Osimhen-ის ყიდვა არ ვიცი. იმიტომ რომ იოკერესი ფაქტია რომ ვერ მუშაობს იოკერესის ტრანსფერი. Havertz-ი უკეთესად მუშაობს დღემდე ვიდრე იოკერესი. Zubimendi შეიძლება წავიდეს რეალში. აი ეგ მოსალოდნელი იყო Rodri-ის ტრანსფერის დაკარგვიდან გამომდინარე. ერთი კითხვა. იმიტომ რომ Zubimendi ხო პატარა Rodri-ა და ლივერპული რო ყველას დაგვავიწყდა. ლივერპულზე მივალთ არ დაგვიწევია. მე ერთი ამბავი სამ ლივერპულამდე მივალთ რომ 4 ბასკი მწვრთნელი რო არის პრემიერ ლიგაში. Endoni Iraola, Enzo, არა კაცო Enzo იტალიელი. Iraola, Arteta, Alonso და თავარი კაცი Unai. Unai ბასკია ხო? 4 ბასკი. ანუ პრემიერ ლიგაში ესპანურ ყაიდაზე ტრიალებს ყველაფერი. ხო აი ეს Endoni Iraolas ლივერპულში მისვლა და პლუს ამას ცოტა ჩამოუყალიბებელი ლივერპული ბარკოლაზე გარეშე ხო და მარჯვენა ვინგერი ჯერჯერობით ისე არა ქვია მარჯვენა ვინგერი თუ იყიდიან ალბათ ბარკოლა იქნება თუ არა და იმ ბაიეს ყიდულობენ ასევე PSG-ში მან წინა სეზონში სლოტმა საინტერესო რაღაცა თქვა რომ ჩვენ ფაქტობრივად ტრანსფერი არ გაგვიკეთებიაო იმიტომ რომ ერთი სული თამაში არ უთამაშია მგონი ისაკს და ეხა ისაკი ჩათვალე რომ ახალი ტრანსფერია ნახოთ როგორ იმუშავებს ნუ ეკიტიკი აკლიათ ტრამვის გამო და ეგროდის დაუბრუნდებათ არ ვიცი ჟაკე იყიდეს სხვათა შორის ლივერპულზე ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ვინც დიდი ხანია უყურებთ ჩვენ გადაცემას იცით რომ ყავს ბებია რომელიც არის 90 წლის და ლივერპულის ფანი
და რო უთხარ სალაჰი ცხოვრობს მერცე საიტში ეს იქნება კარგი აღწერა. ტრაბზონსპორში თუ რაღაცაში გადავიდა სალაჰი თქო გადაწყვიტა რომ აღარ არის ლივერპულის გულშემატკივარი და ვეძებთ ახლა ახალ გუნდს გულშემატკივროთ. ლივერპულს ბევრი პოზიციის გაგრძელება ჭირდება, მით უმეტეს რომ წინა სეზონში ფრიმპონგი კერგეზმა ვაფშე ვერ იმუშავა. კურტი ჯონსი თუ წავიდა კონფლიქტი ჰქონდათ გუნდში კაპიტნის სამკლაურზე, ხანაგურ მატჩში. მე არის საკითხი ძალიან ღიარი ლივერპულში, იმიტომ რომ აუც დამოვიწყდა იმის სახელი მამარდას ტრანსფერი ვინც გააკეთა. სპორტული დირექტორი ვინც იყო ეგ გაუშვეს. მაგრამ ტრანსფერი ვინც გააკეთა იმას მოუკვდა თავი, მე ასე ვიტყვი რა გვარიც არ უნდა იყოს რა. ხო, ნუ მოკლედ მან გარანტიები გაიცა, როგორც ვიცით, რომ რაღაცა დიდი ხნით მეკარის პრობლემა მოგვარდა და ლივერპულში ყოფილობი არიან და მედია შემოტრიალდება ეს სიტუაცია ირაულასთან, მით უმეტეს არ ვიცი, შეიძლება ენის ბარიერი იყო თუ რა იყო, მაინც ესპანური ფეხბურთი კარგად იცის ირაულამ, ნახავდა იქ როგორ თამაშობდა. ახლა კომუნიკაცია როგორ შედგება მათ შორის და მაგას მან ძალიან ცუდი გამოხმაურება მოყვა პრესეზონს განსაკუთრებით ლიცთან თამაშში. მე რაღაცა ვარჯიშის კადრები გავცელა, სადაც ბევრი გოლი გაუვიდა და მოკლედ ძალიან დიდი წნეხი მიდის გიორგიზე და მაგას ინგლისია და მაგას თუ ვერ უძლებ სატრანსფერო ფანჯრის დასაწყისში უფრო აქტიურად მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ ლივერპულიდან წავა მამარდაშვილი. უბრალოდ ჩემი აზრით ეგ იმიტომ წამოვიდა ეგ საუბარი, რომ თუ გახსოვთ სეზონი დამთავრდა, დაიწერა რომ ლივერპული არ აპირებს რომ სლოტი გაუშვას. და სავარაუდოდ შიგნით უკვე იყო კონსულტაციები დაწყებული იმაზე, რომ ლივერპული მწვრთნელის გამოცვლას აპირებდა და ზუსტად იმიტომ რომ მწვრთნელის გამოცვლას აპირებდნენ, მამარდას ტრანსფერიც რაღაც დონეზე დაპაუზდა რა. მერე მართლა მოხდა ის რომ მწვრთნელი წავიდა და მამარდა შემორჩა. გახსოვთ სადღაც საუბრობთ რომ აი თითქმის იუვენტუსშია გადასული თქო რა, იმიტომ რომ იწერებოდა ძალიან აქტიურად და მერე უკვე ისე აღმოჩნდა რომ მოდი ახალ მწვრთნელს ვანახოთ მამარდა რა ისე, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს ეს სეზონი რო გავა, თუ ეხლა ვთქვათ მამარდა გაიყიდა რა, ეს სეზონი რო დამთავრდება, ალისონი უკვე მიდის კონტრაქტი ეწურება. არა, ხო ის პლუს 1 წელი გააქვს. ხო, და შესაბამისად ლივერპულს უკვე მეკარის საჭიროება აქვს მომავალი სეზონიდან მაინც და ამიტომ ალბათ ძალიან სერიოზულად განიხილავენ რომ ვენდოთ თუ არა მამარდაშვილს. ირაოლას ძალიან უნდა და მამარდაშვილი როცა ბორმოტში? ხო, როცა გადავიდა ლივერპულში და მე იჯარით დაბრუნდა ვალენსიაში. და მაშინ ირაოლას ძალიან უნდა და მამარდა და იქნებ უშუალოს და ხო, მაგრამ დაცვამაც უნდა გამოვასწოროს თამაში, იმიტომ რომ ვანდაიკი უი არაუხო იყიდეს ეგ გამოგვჩა. არენდით აიყვანეს და 45 მილიონად შეუძლიათ გამოსყიდვა თუ მოინდომებენ. ხო, არაუხო ვანდაიკის დუეტი. ჟაკე ვანდაიკი იქნება ალბათ საწყის ეტაპზე, იმიტომ რომ არაუხოს მარჯვენა მცველადაც გამოიყენებს, იმიტომ რომ ფრიმპონგი არ მოსწონს. დიდი კითხვის ნიშანი არის, იმიტომ რომ აბსოლუტურად ჩაუვარდა წინა სეზონი, ძალიან ბევრს ცდებოდა და ცოტა დაბერდა. ზაფხულის თავარ ტრანსფერში სავარაუდოდ როდრის გულისხმობ. არა. ვიკარიო იუვენტუსში. მაგრამ მე სანამ ინგლისის ჩემპიონატიდან გადავალთ, უბრალოდ ტოტენჰემის მოძლიერებაზე მინდოდა მეთქვა ერთი-ორი სიტყვა, იმიტომ რომ რობერტო დეძერბი რომ მივიდა, ფული დაიხარჯა ფაქტია. 2 დღეში 200 მილიონი დახარჯა გემახსოვრებად, სანდრო ტონალი ყიდა 105 მილიონად და 95 მილიონად ვესტჰემიდან წამოიყვანა მატეუშ ფერნანდესი. ეგ არის ამოუხსნელი თემი. აუ, არა, ძალიან კაი ტრანსფერი. ძალიან შარშან თუ გახსოვს, აი ძალიან მაგრამ ძალიან კარგად გავარდა ვესტჰემში. არა, ანუ ვესტჰემში არაფერი არ მუშაობდა, 10 კაც გაჩერდა. ჯაროდ ბოუენის გარდა. ბოუენი და ეს თამაშობდნენ რა. ანუ მატეუს ფერნანდესი მეუბნებიან რომ ისა ბრუნო ფერნანდეში 2 არის. ჯერ ბრუნო ფერნანდეში რა არის და მე მატეუ ისა ბრუნო ფერნანდეში 2 რომლის გუნდიც გავარდა, რომლის ტვინი უნდა ყოფილიყო, ეგ გუნდი გავარდა. და დარჩა ის ჯაროდ ბოუენი რომ მე უნდა ამოვიყვანო, ჩემი საყვარელი გუნდიაო და კარგია რომ ვესტჰემი მილულოს მაინც ნახავთ სეზონში 2 ჯერ. ხო, ტოტენჰემზე ვთქვათ ახლა ვესტჰემის მოსისხლე მტერი ეს. გრინსტრიტ ჰულიგანზე არ გაქვს. იმავე უბნის გუნდი. ტოტენჰემმა გარდა ამ 2 ნახევარმცველისა ისა ვანჰეკე მოიყვანა. ძალიან კარგი სენესი მოიყვანა. იწერება ფორვარდზეც, გაკპოსთან შეთანხმებული აქვს უბრალოდ ლივერპულს სავარაუდოდ თუ ბარკოლა იყიდა. გაკპოს წაიყვანს. ბარკოლაზე იმის გამინდოდა რომ ლაშას ხო იცი ახლა სიხშირით ველაპარაკები ამაზე და უბრალოდ ლივერპულის ფანებს მინდა უთხრა მე არ მჯერა რომ ბარკოლას შეუძლია იყოს პრემიერ ლიგაში რომელიმე ტოპ 6 გუნდიდან რომელიმე გუნდის ლიდერი. ამიტომ არ მგონია რომ გაამართლებს ბარკოლა. აი მე არ მგონია ეგეც. მე მგონია რომ გაამართლებს ბარკოლა. მე მგონია რომ არ გაამართლებს ბარკოლა. ბარკოლა საკ ყველაფერი
ფინიშინგის გარდა და მაგ ფინიშინგს აქ არა კიდე ერთი ის ნახოთ ინტელექტი. მე მგონია რომ ცხენი მოთამაშეა ჩემთვის. ტოტენჰემმა მეტი ვინ დაიმატა? კარში რას აპირებენ? კარში ტონალი კინსკი. კინსკი შარშანდელი სეზონის მერე რა ვიცი. არა, კინსკი არის პირველი მეკარე. და ის ხავთ დუბროვკა, მეორე მეკარე. ნუ ახლა ისეთი მეკარე წავართვით ჩვენ წუხელ რომ გასაგებია მესმის ტოტენჰემს. მან ყველა ჩემი აზრით ტოტენჰემის ყველაზე დიდი პრობლემა არის დეძერბი. ვიკარიოს გაშვება. დეძერბის რას არის? აი დეძერბი როდის აფეთქდება და გინებას დაიწყებს ყველას. ეგ არის ის არავინ. რაც მოხდა მარსელში, ბრაიტონში, სასუოლოში, ანუ კარგი სტარტი აქვს და მე რაღაც მომენტში წკავ. ეგეთი ტიპი. კარგი. დეძერბის ბოლო პრესკონფერენცია. ასფალტზე დეძერბის უნდა და ისა გრინვუდი უნდა და სამწუხაროდ ეს ადამიანი დააკენსელეს. სანამ დეძერბის ბოლო პრესკონფერენცია გახსოვს შარშა? კაი. სანამ სხვა ჩემპიონატზე გადავალთ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და კომენტარებში დაგვიწეროთ, როგორ მოგწონთ პრემიერლიგური ტრანსფერები, ჯერ კიდე არის დრო და ბოლო დღეებში რაღაცები მანდ მოხდება უეჭველი. უეჭველი. კიდე შეანელა პროცესი აწი იქნება. ხო. აი ბოლო დღეებში იქნება აი ავტომატივით ტრანსფერი, აი დედლაინი. ტურბინასავით. 31 აგვისტოს იხურება სატრანსფერო ნეტა თუ სექტემბერში გადადის. 2 სექტემბერს ჩვენი დროით ღამის 3 საათზე, ან 2 საათზე. შვენიერი. ეგ არის ისეთი ღამის დღე 2 რომ საათზე, ინგლისში 11 საათზე და ჩვენთან ღამის 2 საათზე. 1 სექტემბერს. ხო. 1 სექტემბერს ღამის 2 საათზე იხურება, იმიტომ რომ ინგლისის დროით 31-ში 11 საათზე. აჰა, ოკეი. გადავიდეთ მაშინ ესპანეთზე უნდა გადავიდეთ, მადრიდის რეალს და ბარსელონას ჩემს კონდა. საუკეთესო ტრანსფერო ფანჯარა აქვს რეალს. კარგი მეც სატრანსფერო მგონი, ფანჯარა. წეგან სანამ მოვიდოდი, ტაფსონა შემხვდა და კი ბუინობდა რომ არაო რეალსო სახეც გავაძრობთ, მაგრამ რეალი ესე კარგად და სწორად არ გაძლიერებულა. ბოლო ჯერ იმით დავიწყოთ რომ 11 წელი. ცოცხი მოიყვანეს. კი. დამამშვიდებელი და სიტუაციის დამლაგებელი. კი, ნამდვილად. შეარიგა ეს ჩუამენი და ვალვერდე, მოიყვანა ვინისიუსი და დუმფრისი. პაპე. მოიყვანა დუმფრისი. კონატე სიმენდი არა მაქვს, მაგრამ კუკურეია ჩემს აზრით მარსელო ორია იცდება ძალიან ჩვენ. კუკურეია ძალიან მაგარი ტრანსფერი არის. უტოპეს. და ბერნარდო სილვა. დიომანდეც ხვირწინა ახია PSG-ს, რაც მარტივი საქმე არ არის. დღევანდელ პირობებში, თორე ხა რეალში და PSG-ს შორის. ანუ უკვე ისეთ შეკითხვა და მართლა რონდომოდათ როდრი ვერ იყიდნენ. აი ეგ მეც ეგ შეკითხვა მღრღნის. უბრალოდ იცი რა თემაა? მართლა როსდომოდათ ერთია ბექა, მაგრამ ფეხბურთელი სურვილია მეორე რა. თქვა კაცმა რომ მინდა ბარსელონაში და ჩაკუც ხო არ ჩაარტყამ თავში და არა. ანუ ხელფასზე მან ერთ ჩემოდით მეტი უნდა კი, დაუდო მაგრამ და ბარსელონაც დაუდებს, როცა ეგეთ სიტუაცია მიდის. ფულზე არ არის რა, როდრი არის უკვე 30 წლის კაცი ხო ხდება. და როდრის ტრანსფერიდან უკვე ვიღაცა იწირება ბარსელონაში. დე იონგია ეგ კაცი. ან დე იონგი არა და გავი არისო ეგ კაცია. გავი, სადაც სადაც მანჩესტერზე იწერება რომ 30 მილიონად გავი 30 მილიონად მოვიდეს. That's this. თქვი როდრიზე გინდა საუბარი და მე მაქვს ესეთი თქვათ. hot take. ეხა არ თქვა ბარსელონა ფეხბურთს დახურავს და არა. მესი დახურა და ესეთები არ თქვა. მსოფლიო ისტორიაში უკვე არასდროს როდრი top 3 ტრანსფერში გადის. ტრანსფერში. ანუ ესეთი რატო? კარგი ტრანსფერი. რატო? ანუ იდეალური ტრანსფერია ჩემი აზრით. მაგრამ ტრანსფერი გამართლებით აფასდება. პირველი და მეორე რა? მარადონა და რონალდინიო. მარადონა კრისტიანო ნაპოლის და რონალდოს მადრიდის რონალდინიო. რეალში გადასვლა არ შედის რა. აი, ეგ უფრო ის და არის რა. რა. ანუ ესე ტიპი ჯდებოდეს გუნდში და ესე ძალიან აძლიერებდეს. კრისტიანო რონალდო. არა, კრისტიანო ეგ რა, ხუთი ლიგა მოიგო. ხუთი ლიგა მოიგო, მაგრამ მარტო კრისტიანოს არ მოიგო. რეალის all time ბომბარდირი არის. სოფლიოს საუკეთესო კლუბის all time ბომბარდირი. და იუვენტუსიც თამაშობდა, ეს არ დაგავიწყდეს. იუვენტუსში რო თამაშობდა, მაგიტო არ მევასება თორე. ჰოლანდის სიტიში. ჰოლანდის სიტიში ესეთი კარგი, ანუ არ ვიცი, შედეგს ტრემლი რას მოიგეს. ერთ წამს თავიდან ნახე, შედეგს რას დადებს არ ვიცი. მაგრამ აი ესე არ არსებობს კარგი ტრანსფერი შედეგის გარეშე. აი მე არ მათქმევი, ნახე, ეს ტრანსფერის მიკროფონი დღეს. ცოტა აქეთ რო გადმოიტანო არ გინდა, სულ მეშინია რომ შენ ხმას დავკარგავთ. ტრანსფერის დღეს, ანუ ხო არ ვიცი, შეიძლება რაღაც კიდე ტრავმა მიიღოს ჯვარი წერია, მაგრამ აი ესე ფეხბურთელი აკვდებოდეს გუნდს, ეგეთი არ არის. აუ, რამდენს გეტყვი ეგეც. მითხარი.
კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენ რომელი აი, და ფეხბურთელი პლუს კიდე ერთი აკვდებოდა. რაღაცაა. კუტი რომერო აკვდება ატლეტიკო მადრიდს, ნო ყველაზე მაგრად. აი, აი, ერთადერთი. რომერო. აუ კიდე კაი წავიდა და ინტერში არ წავიდა, თორე ამათი დაცვა ვაფშე მაგარ მდგომარეობაში. აი, ამდენიც კიდე იმდენი თან არის პლუს კიდე ერთი რაღაცა. ძალიან ბევრი კომენტარი შემხვდა როდრიზე, რომ ეს არისო, რა ქვია. პოგბა რა კვდებოდა მანჩესტერს. აი რა. პოგბა დააკვდა მანჩესტერს. არა, ხო, დაკვირდა აი, მაგას. ეგ ადამიანი მჭირდებოდა და აი რა, მანჩესტერის ტრანსფერები ამოაგდე. მარჯვენა ფლანგელი, მარჯვენა ფლანგელი. სასაკლაო. მარჯვენა ფლანგელი არ ყავდა დიმარია დააკვდა. ჩააკვდა. ეგეთი ტრანსფერი რო თუ კიდე რავი სავიოლარი კელმე და ვიღაცები აიღე ვისი ტრანსფერების გაკეთა. ეგეთი ძალიან ბევრი არის რომ გონია რომ მაგარი ტრანსფერია. ეგეთ ეს PSG-ში მაგარი ტრანსფერი იყო ვიღაცებისთვის, მაგრამ ანუ ჩემთვის პირადად მაგას ვიძახი რომ როდრი ბარსელონაში უფრო მთელ ფილოსოფიას და ყველაფერს აკვდება, რაც ჭირდება ის არის. დე იონგს ან თავისუფლებს, პედრის ან თავისუფლებს, ორივეს გაწევს წინ. ანუ ბურთი როგორ წაართვა პედრი, დე იონგი, როდრი. ტონი კროსი 25 მილიონად რეალში რატო არა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი? კი არის. ეგრე ლუკა მოდრიჩიც ამას. ლუკა მოდრიჩი 20 მილიონად რატო არა? ეგ არ გამხსენებია მოდრიჩი კროსი, მაგრამ ეს მაინც უფრო ეს თანაირად უფრო სამში მგონია რა, უფრო ტოპ სამში მგონია. მოკლედ არ მგონია მე რომ ჯერჯერო. თან პლუს კიდე ერთი ამბავი რაც არის. ტრავმა ძალიან ბევრი დაიწერა, რომ აი ტრავმა არ მიიღოს ისევ და ვაიმე 30 წლისაა და ჯვარედინიდან ლა ლიგაში არ არის იმხელა ტემპი, რამხელაც პრემიერ ლიგაში. არც იმდენი თამაში ფეხბურთელია და მაიგ ტემპზე არა დამოკიდებული. ბიჭო დიწილად არის რა დამოკიდებული, რა დატვირთვაზეა დამოკიდებული. ჯვარედინი დატვირთვა ფლიქს რო ინტენსივობა აქვს, ეგეთი ინტენსივობა შეიძლება გვარდიოლას არ ქონდა. თამაშების რაოდენობა აღდგენას უფრო ინგლისში სამ დღეში ერთხელ თამაშობენ, დასვენება მაგათ არიციან. აგვისტოში პირველები ეგენი იწყებენ, ბოლოს ეგენი ამთავრებენ და 400 აქვთ. და ყველაფერს ათამაშებდნენ და ბარსელონაში ცოტას დაასვენებენ. არანაირად როდრი უნდა მოიგოს მინიმუმ ანუ რას მოიგებს არ ვიცი. არა, ძალიან უნდა მოიგოს. ანუ როდრი საუკეთესო ტრანსფერი იმ შემთხვევაში იქნება თუ ბარსელონა წელს მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. არ გვინდა ეგ თავანი შესაძლებელი მექნება ლევანზე. ეგ არის საუკეთესო ტრანსფერობა, რომ წელს უნდა მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. ეხლა ფავორიტი გახდა როდრის ტრანსფერის მერე. კი. ძალიან მე ჟოზეს გულშემატკირო, აი ჟოზეს გულშემატკირო. ანუ ჟოზემ რო წელს მოიგოს აი მინიმუმ ლა ლიგა უნდა მოიგოს. შეიძლება თავზე დავიმხო ყველაფერი. აი უდიდესი ინტერზე მეტად წელს რეალის ჩემპიონობას გაუწუნა. კარიერი უდიდესი კამბექი იქნება ჟოზესთვის თუ ლა ლიგა მოიგოს. და პირველი მწვრთნელი გახდება რომელიც სამი სხვადასხვა გუნდით მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. არავის არ აქვს ეგ. უნდა დაფიქრდი 6 ჰიცფელდს აქვს, რეჰაგელს აქვს, რეჰაგელი რა იყო? ჰიცფელდი, გვარდიოლა, მოურინიო, ანჩელოტი. ორი სხვადასხვა გუნდი? ხო. ემას რა ქვია? ურაკ ჰიონესი. ჰიონესმა მეორე გუნდით რითი მოიგო? რეალით და ბაიერნით. ული ჰიონესმა? ხო. წვნელი იყო რეალის? ჰიონესი კი არა, ჰაინკესი. ბოდიში, ჰაინკესი. და კიდე ერთია. ვიღაცა გამოვიჩა. ხო, სამი სხვადასხვა გუნდით არავის არ აქვს და ჟოზეს აქვს შანსი. ანჩელოტი თქვი? ანჩელოტის ორი. ხო და არა, სამით არავინ არ არისო ხო თქვი? არა, ერთი ცოტა ძველი ემითი აქვს, რა ქვია, აუ დავგუგლავ რა. ძალიან ცნობილი რასაც როდის. ბარსელონას სხვა ტრანსფერებზე არ თქვა არაფერი, ძალიან რა გაგვეწელოს გასცემა. გორდონი და ADM-ი? ხო. ADM-ის კარგია, მაგრამ გორდონი რა შუაში იყო 70 მილიონად ცოტა ვერ მივხვდი. ნუ მარცხენა ფლანგზე ალბათ გორდონის და ADM-ის კონკურენცია იქნება უბრალოდ. და მარჯვნივ რაფინიას და იამალის? ხო და აი ეგ შეკითხვა მქონდა რა. იქეთკენ ხო არ მიდის ყველაფერი რომ საბოლოოდ ფორვარდი თუ ვერ იყიდეს, თუ ფორვარდით მოუწევთ თამაში, იმიტომ რომ რაფინია პირველ კაპიტან დანიშნას არა უხოს წასვლის მერე თან. იამალი ხელშეუხებელია, რაფინია იამალი უეჭველი და მესამე ბიჭო, ADM-ის აქნა თამაშები ცენტრ ფორვარდად რამოდენიმე წელს. აი მასში დორტმუნდშიც და შტუტგარტში არ იყო მანამდე, სად იყო? სადღაც იყო.
თამაშობდა. ხო, არ ვიცი, ფორვარდზე ფაქტია, რომ უჭირს ბარსას ალვარეს ვერ იფორმებს ჯერჯერობით, მიქაუტაძეზე მხოლოდ ჭორებია და არაფერი ხელჩასაჭიდი. ატლეტიკის ანალიზი უფრო დიდი ამბავი იყო, ვიდრე სატრანსფერო ნიუსები მანდ, იმიტომ რომ ძალიან კარგი განხილვა და ატლეტიკმა, რომ რატომ მოუხდება ყველაზე მეტად მიქაუტაძე ხულიან ალვარესის შემდეგ. რას როგორც იწერება ხანზი ფლიკს არ სურს და აიოზე პერესზე დაიწერა, რომ აიოზე პერესი მოსწონს ხანზი ფლიკს. აიოზე პერესი რომელი მოიც გავხსენ ბეტისში და ვილიარეალში რო. ხო და ეგ რატომ მოწონს? არ ვიცი. უბრალოდ აი როდრი ეგ არის მართლა რა, როდრი ფაქტობრივად კრავს ბარსელონაში ესპანეთის ნაკრების ვაიბს, გასაგებია რომ ამ გუნდს უფრო მეტ აგრესია შეძენს ჰანსი ფლიკი და თუ ფორვარდიც დაიმატეს ხულიან ალვარესი მაგალითად ან სხვა რომელიმე ფორვარდი რომელიც ბევრ გოლს გაიტანს, უფრო ცრუცხრიანი ჭირდება. ხო, შეიძლება. არ ვიცი რა ბიჭო, აი წარმოვიდგინე როდრი, პედრი და დე-იონგი ბურთი როგორ უნდა წაართვა? ვის უნდა სამივე იქნება რომ თან არ დაგვაიწყოს რომ დე-იონგს მძიმე ტრავმა აქვს. ჯერჯერობით ვერ ითამაშებს. მოიც სად მიიღო ტრავმა? სოფლიოს მერე მიიღო და ოპერაცია გაიგეთა. უირას სახე, საცოდავ. არ გასწორს დინამოს თამაშდა რომ მოვდიოდი და რომ განვიხილავდი დანიოლ მოცარი არ დაგავწ. დანიოლ მოცარი ხო? დანიოლ მოკრავს ესპანეთის ტრიოს. მე მგონია რომ ფორვარდი არ ჭირდება. როდრი დე-იონგი ოლმო უფრო ვარიანტია ვიდრე პედრი, იმიტომ რომ ფაქტია როდრი და პედრი ერთად ვერ თამაშობენ. და ფაბიან რუისი იყო იდეალური შემცვლელი და დამლაგებელი მაგ სიტუაციაში. კი ბატონო. მეტი ტრანსფერი პრინციპში ატლეტიკო მადრიდმა გრიმალდო დაიმატა, კუტი რომერო დაიმატა, რომელიც აბსოლუტურად ჯდება სიმეონეს. ლისანდრო მარტინესას მივცემდი მე დიდი სიამოვნებით. მოლინა გაყიდა ატლეტიკო მადრიდმა, რომაში წავიდა. სორლოტი ჯერ კიდე მანდარი, თითქოს ლაჰოვიძე იწერებოდა, მაგრამ არ იყიდა. ლაჰოვიძე სადღაც ხო წავიდა. ბეშიქტაში გადავიდა. ისე თურქეთში რა ჩემპიონატი იყო. ლუკაკუ, მეისონ გრინვუდი და სალაჰი, ოსიმენი, დარვინ ნუნეში. დარვინ ნუნეში მანდარი? ტრაბზონსპორში წავიდა, სალაჰის გუნდელი გახდა. ტრაბზონსპორს 250 მილიონი მიწდება სალაჰის ყველაფერი 5 წლის განმავლობაში. საიდან აქ ტრაბზონსპორს? ჩვენგან 500 კილომეტრში. ჩვენგან 500 კილომეტრში 250 მილიონი ერთ ადამიანზე დასახარჯი. მან აბსოლუტური სიგიჟე არის, რომ როცა აქ საქართველოში ბოდიში რო შეგაწყვეტინა ბექა, დინამო ვერ შეინარჩუნა ნანაკოფი დონკორი, გორის დილადან, რომელიც ასე ჭირდებოდა. რომელიც დინამოს საკუთრებაა და წასულია იმაში. დილაში. პირიქით. ეგრეა. ახლა მის კონტრაქტში ჩვენ არ ჩავხედავსა ვენდოთ ბექას. მან მოკლედ 30 იქ არ წავიდა. 30 მილიონი მიწეს ხელფასი. 20 მილიონი. ეს იმედია ნანაკოფი დონკორზე არ ამბობდა სალაჰი. 20 მილიონი მიწეს ხელმოწერის ბონუსი. ბექა პირდაპირ სკრინ რა მოანათო და არაცვალო ხალხი. უნდა ჩავოთვალო რა. ეგ ზეპირად გახსოვს? კი კაცო. 20,000 აძლევენ მის სოლს ყოველთვიურად დრო. თმა მოიცეს რიგოს, რომელიც ჩადრით დადის. შვილების განათლებაზე შვილების განათლება სახლი დუბაიში, 2 ვილა ტრაბზონში, 1 ვილა ტრაბზონის წყნეთში და ყვება უნდა ტუალეტის კაღალდისთვის 5000 euро ტუალეტის კაღალდისთვის. ჰელს ოჯახს, ვინც ტრაბზონში იცხოვრებს, BMW-ს უმაღლესი კლასის მანქანები, მოკლედ აძლევენ 50 მილიონს, ანუ საინინ ბონუსის გარდა და ოღონ ამ 30 მილიონის დახარჯვის საშუალებას არ აძლევენ. ხო შეიძლება რომ კბილის ჯაგრისი მაინც იყიდოს კაცმა საკუთარი თავისთვის. ფაქტობრივად ტრაბზონის მეფედ გამოაცხადეს. ხო. კაი, ესპანეთის შეიძლება დაავიწყდეს მისვლა. გასაგებია რომ ჟოზე მაურინიოს გულშემატკივრობთ ორივე და მეც უფრო ჟოზესკენ არა, მაგრამ რეალისტი არა, მე ჟოზეს კარიერის კამბექს გულშემატკივრობ რეალურად, იმიტომ რომ აი რეალიდან მანჩესტერი იყო კარგი და მე სულ დაღმასვლა აქ რა. ყველა გუნდიდან გამოაგდეს. ობიექტურად რო შეაფასოთ რეალსა და ბარსელონას შორის როგორ შეაფასებთ ლა ლიგის მოგების შანსებს? ობიექტურად ბარსელონა უფრო ფავორიტია, იმიტომ რომ ამას ბევრი რაღაც აქ დასალაგებელი გუნდში ვიდრე ჰანზი ფლიქს. მაგრამ მაგარი ელ კლასიკო გვექნება. მაგარი ელ კლასიკო გვექნება რა. და კიდე ერთი ცი რა არის? ანუ იდეაში ორივემ რაც ჭირდებოდა ის მიიღო. ძალიან სწორი სატრანსფერო პოლიტიკა ქონდა ორივეს. აი რეალს აქ უშრეტი შემტევითი პოტენციალი. უბრალოდ ეს ორი ერთმანეთს ეჩხუბებოდა და არა მე ვარ ეგოების ჭიდაობა უფრო იყო რა. ეგ თუ დაალაგა ჟოზემ მაგისთვისაა ჩემი. ხო, მაგისთვისაა ჩამოსული. ეგ თუ დაალაგა როდრი, პედრი, დე-იონგი კი ძალიან მაგარია, მაგრამ
აი ჩუამენი ვალვერდეს. დიომანდე ბელინგემი რა ვიცი. ხო, ქართველების ის ახსენა ბექამ სიმრავლე ლა ლიგაში და ეს კიდე უფრო გაგვიზრდის мотиваციას იმისა, რომ ლა ლიგას უფრო ახლოს დავაკვირდეთ. იმედია ქოჩორას ტრანსფერიც გაოფიციალურდება სევილიაში და სერია? ხო, მაგათკენ მიმყავს საუბარი. ბოლოს ტოპ 5-ში ბოლო ჩემპიონატს რეიტინგიც და ყველანაირად ვივადგეთ. თავარი ტრანსფერები ვთქვათ იტალიაში, რაც ასე ვთქვათ, გასაგებია შეიძლება იყოს ჩვენი გუნდი ან არა ჩვენი გუნდი, თუმცა, ნუ ხა ჩვენ გვიყვარს იტალიის ჩემპიონატი, ბევრს უყვარს დარწმუნებული ვარ. ხო, იტალიის ჩემპიონატზეც სათქმელია რაღაცეები. მაგალითად ვიკარიოს ტრანსფერი. დაბრუნება, დიდი ახლად დახურული. კიდევ ვინ იყიდეთ? ჩვენ სხვათა შორის უკვე 120 მილიონი დავხარჯე. სად გაქვთ მაგდენი ფული? საიცი, აი. მაგრამ მილან საიდან აქვს მაგდენი ფული? ლუკუმი. იუვენტუსში რამდენი გადაიხადეთ? არა 20 თუ რა. 20 ლუკუმში ბევრი. კიდევ ვინ მიიყვანეთ? კოლომუანი. ეგ მაინც მიიყვანეთ მაგარი. ეს ალაიბეგოვიჩი, რომელსაც არ ველოდი, იმიტომ რომ ჩელსის კონკურენცია, მაგრამ ჭკვიანი ყოფილა ალაიბეგოვიჩი, ამას ვაღიარებ, იმიტომ რომ 18 წლის ასაკში ეხლა ამ ჩელსიში მიხვიდე სიგიჟეა. შვენიერი იუვენტუსში რომ მიხვიდე არა? არა, რას ვამბობ, იცი? ნახე, პირდაპირ პრემიერ ლიგაში ჩავარდე 18 წლის ასაკში ფიზიკურად ესა. კარგი ტრამპლინი შეიძლება იყოს იმუტუსიანო ამას ვამბობ რა. ხო, კენდარო ფიზიკურად ცხოველია და წინა ერთი სეზონის სპორტინგში და ასე შემდეგ, აქეთ ვაფშე სიგიჟე ხდება მარცხენა ფლანგზე. ამიტომ ჭკვიანური სლაგა ტესტა კონკურენცია ასეთია. ალაიბეგოვიც არ ველოდი და ეგეც მე ვფიქრობ რომ ნორმალური ტრანსფერია. პლუს ნუ ეს მეკარე გამოცვალეს სრული დეგენერატი, ვინც ყავდა გაუშვეს ჩვენი ჩარერგი. უბრალოდ გაუშვეს თუ რა არ ვიცი, იმიტომ რომ ეხლა ვკითხულობდი პერინს უშვებენო და თუ ეგ გაუშვეს, ალბათ იგრეგორიოს მეორე მეკარე დატოვებენ, არ ვიცი. ან იგრეგორიოს ერთად და ვიკარიოზე ვიდეო ვნახე. ესე იგი იუვენტუსის ფანი იყო მე მგონი, იმიტომ რომ ჯერ ხო ბუფონს აღმერთებს და ბუფონის მაისურით ვიზინებდი და ასე შემდეგ და მე აი ორი ფეხბურთელი შედარება როა, ხო იცი, ყველა ფერს და ყველას დელ პიერო ამჯობინა, აი მე რო ამჯობინებ დელ პიეროს ისე რა და. რავი, ვიკარიო ხო ცუდი მეკარე არ არის. ცოტა პრობლემები ქონიათ შენ და ვიკარიოს. ცოტა ხანში გადაიფიქრებს მაგას. ანუ ეხა იუვენტუსის ფანის უშო დელ პიერო ის არის რა, საკვირი ვთქვი ვერ მივხვდი. და ყველა ფეხბურთელს რო დელ პიერო ამჯობინა. არა, მე გეუბნები იტალიის მასშტაბით, ანუ გულისხმობ ეხა კანავაროს, ნესტას და ასეთ ფეხბურთელებს. ბაჯო შეიძლება ბევრს ერჩივნოს დელ პიერო, ეხა იუეს ფანი თუ ხარ, არ არის გასაკვირი რა. მიუხედავად იმისა, ეხა მსოფლიო ჩემპიონატზე იმასაც აქვს შედეგი, იმასაც აქვს შედეგი და ბევრისთვის მე არ მაქვს ბაჯოს თამაშს ნანახი და ვერ შევადარებ მანამ. მე მახსოვს რაღაც. მე არ მახსოვს, სამწუხაროდ არ მახსოვს. და ეს არის, ჩემი გუნდი ძალიან ჭკვიანურად გაძლიერდა. წერტილოვნად გაძლიერდა შენი გუნდი მე ვიტყოდი. დიდი გაძლიერება არ სჭირდებოდა. ხო, აბა. ისედაც ბოდოგლიმტის დონეა. მაგრამ ესეთი ჭკვიანური ტრანსფერები დიდი ხანი იგაშენია. საბოდოგლიმტინა იმეგენის სასწაულთოს. და აიაქსი ლიონია დღეს. არა, ფენერბახჩე ლიონი. ფენერბახჩე ლიონი კაცო. სტონსი სპენსი, რომელიც ძალიან მოწონს. ინგლისის ნაკრები ხდები თუ რა? ინგლისელებს და ეჩვია ინტერი ძალიან. ეშლიანმა გახსნა ეს კარი და ეშლიანმა კანალი გახსნა, რაღაცა ხოდი იცის, როგორ გადაიყვანოს. ხო, ეგ მეც მიგვირს, იმიტომ რომ ინგლისელები, რავი, ზოგადად იტალიაში არიან იშვიათი. როი ჰოჯსონი რო იყო, იმას არ მოყავდა. ინგლისელები და კარლოსი გაუშვა. ხო, და კურტის ჯონს დაიმატებს სავარაუდოდ, იმიტომ რომ ლივერპულში განაცხადის არ იყო ბოლო თამაში. კურტის ჯონს, ხო, მაგრამ ის გჭირდება რა, ვიღაცა ის მე მგთან ლუის ენრიკე, ის დებილი რო ყავდა. რომაში არ წავიდაო, ხო იწერა? არ წავიდა, არ წავიდაო იწერა. ვერ მივასაღეთ მიხვდნენ ბოლოში რომ რაღაცას ვატყუებდით. მილანმა დაიმატა სხვათა შორის 75 მილიონად გონსალო რამოში. აი მაგაც საიდან და არა ნაკლებად. და არა ნაკლებად გვარი არ მახსოვს სტრასბურგიდან მორეირა, დიეგო მორეირა. დინამოს ფეხბურთელს რო გავს. ბიჭო, ხო, და მე უცებ მეთქი დინამო 50 მილიონად. ბას ხო? ხო. არა კაცო რა ბას ტეშეირას. ტეშეირა. იცი რა PSG-დან შევეჩვიეთ იმას რომ PSG-ს იმდენად დიდი სახელფასო ბიუჯეტი აქვს. თუ გაყიდის ფეხბურთელს გაყიდის ხოლმე იმ ფასად რა ფასადაც ითხოვს. იგივე ხდება ბარკოლა შემთხვევაში, იგივე ხდება მოხდა გონსალო რამოსის შემთხვევაში, თორე ხა ტიპი 2 წელია სადარეგო სკამზე ზის და ბოლო 10 წუთი შემოდის, თუ შემოდის გონსალო რამოსი რა. ხო, ცუდი ფეხბურთელი რაღაცა არ მომწონდა თავის დროზე. რანდალ კოლომუანი ზუსტად ეგრე რა. იმაში ბენფიკაში კი და პორტუგალის ნაკრებში რო შემოვიდა. შესაბამისად PSG-დან თუ მიყავს ფეხბურთელი, ეგრე მიყავს და მე ვფიქრობ რომ გონსალო რამოსი მithumedes ამ ფასადთან პორტუგალია მწვრთნელთან შედეგი უნდა დადოს. უბრალოდ ახლა მილან ჩემპიონობაზე რამდენად გაიწევს, არ ვიცი, შარშან
ჩემპიონობისთვის მებრძოლი, იმაზე გავიდა მერვე ადგილზე ლამის და ნუ იქ სხვა პრობლემები იყო. ევროპის ლიგაზე მოხვდა მილანი? კი, იუვენტუსი და მილანი არიან ევროპის ლიგაზე. აი, თქვენ ადგილასაც რა. ბოლო ტურში კლოუნადა რომ მოაწყვეს. ხო, შენ რა თქვი ბექა, ნიუკასლი გავარდებაო? ეგეთი hot take იტალიაში მაქვს მე რომ ლაციო არ გავარდეს. იმიტომ რომ სერია B-ს გუნდთან გამოვარდა იტალიის თასიდან, ფინანსური კრიზისი აქვს, ფაქტობრივად ფეხბურთელს ვერ იმატებენ, ფრატეზი. ნელი არ ყავთ. ხო, გატუზო ყავს ხნელად. ფრატეზი რო დაიმატეს, ხო ნახე. ფრატეზი თავიდან დაიმატეს 1 მილიონიანი არენდა და 14-ად გამოსყიდვად. ფინანსური დავალიანების გამო იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ არ მისცა რეგისტრაციის უფლება. იმიტომ რომ 1+14 იყო, ოღონ გამოსყიდვის უფლებით. გაუჩერა ტრანსფერი და მერე 5+10 ჩაიწერა გამოსყიდვის ვალდებულებით. რა, ანუ რომ უეჭველი და ხარჯავდა ამ ფულს და ფან-სექტორი კურვასუდი მთლიანად გაფიცულია, თამაშებზე არ დადიან და ამით რაღაცა სასწაული ბიუჯეტი მოაკლდა, ყოველ თამაშზე შემოსავალი გულისხმობ. ფაქტობრივად სერიალი ტრიბუნების წინაშე მოუწევს თამაში და ძალიან სერიოზულ კრიზისშია მოკლედ, ამას ვამბობ რა და ლოტიტო. ხო, ლოტიტოს წინააღმდეგ ხდება ეს ყველაფერი და გუნდის გაყიდვასაც არ განიხილავს, ანუ არ აპირებს და იქეთკენ არ წავიდეს ყველაფერი, ლაციოს გაუჭირდეს. შეიძლება სეზონის ბოლოს კაი სეზონი ჩაატაროს, გატუზომ და შევწდე, მაგრამ კიევოს გზას არ გაუდგა. ხო, აი მაგას ვფიქრობ, რომას ფანებს გაუხარდებათ ეგ მარტო. თუ გაუხარდებათ, რა ვიცი. და ეგ ყველაფერი დაიწყო აი ტატიკასტიანოსი და ისინი რომ გაუშვა ერთ ზამთარს იმაში ინგლისში, მაშინ დაიწყო ეგ ყველაფერი გენდუზი და ვიღაცები. მეტი იტალიაში სადაც წავიდა. სადაა? გენდუზი ფენერბახჩეშია. ფენერბახჩეშია. ხო, იტალიაზე მეტი რისკმა შეიძლება ბევრის პრინციპში არც არაფრის როდრიგო ისა. რა რომა გაზლიერდა ხო, ზა. მაგას ვამბობდი ხა. როდრიგო მორა იყიდა, სანტიაგო კასტრო იყიდა, ნაუელ მოლინა იყიდა. რომა, ნუ გასპერინი ყავს და ჯერჯერობით არა ყოველ შემთხვევაში. კომოს დავაკვირდეთ ჩემთან. ო, მოიზეკინი მიყავს? ცდილობს. ვიღაცა ვინ წაიყო? ფრანკო მასტონტონ გადავიდა ფიორენტინაში. აი ბერნარდესკი უნდა იყოს მაგუნდის. და მე იუვენტუსში წამოვიდეს მაშინ. ეს მასტონტონ რა უცნაური ტიპია თმაში. вообще სხვანაირო ჟა. მაშინ კი არა, კომომ ვიღაცა კარგი ჩალობა იყიდა, კოუტო იყიდა დორტმუნდიდან. მოიზეკინსე ჩალიჩება, გაგრძელდება ტრადიცია, რომ ალვარო მორატა ამ სატრანსფერო ფანჯარაშიც მიიღებს მონაწილეობას და უეჭველი წავა სადღაც. ყველაზე მეტი ხელფასი ქონია კომოში, ხო იცი? და ყველაზე სუდი შედეგი. ნიკოპას ხო დაიტოვეს. ნიკოპას დაიტოვეს. ლიგაზე თამაშობს და ბექასედო ჩვენთან სიახლე, რომ აი აბონემენტებს ვინც ყიდულობს, ზედიზედ სამ თამაშს თუ გააცდენს განსაკუთრებული მიზეზის გარეშე, ეგრევე აუქმებს. იმიტომ რომ აი ევროპულ ატმოსფეროს ქმნითო რა და კომო სერიოზული პროექტია, მოიზეკინი გააძლიერებს თუ იქნება რომ საკუთარ სტადიონზე ითამაშოს. ოღონ მოთხოვეს რეაბილიტაცია ცოტათი. ხო. ეგ ცოტა უცნაურია. იმიტომ რომ რაღაცა ეს არის. რაღაც დანგრეული შეება. ხო და რეაბილიტაციის მერე უკეთესად გამოიყურა. იმან რო თქვა, კომოს პრეზიდენტმა ხო მილიარდელი ისყავს და ფინანსურ დარღვევებში თუ შეგამჩნიასო ჯარიმას დაგადებენ და მე რა ეგო ჩვენი საქმიანობის ნაწილია, გადავიხდიდო ჯარიმებს, ანუ ფულს ხარჯავენ რა. და დელაპი უნდათ, თუ მოიზეკინი არ გამოვიდა დელაპი უნდათ. დელაპი უნდა ჩელსიდან. ეგ მახსოვდა, ხო. დელაპი გონი რომასაც უნდოდა. ერთს რა ჯანდაბოთ. რომამ ფერგიუსონი გაუშვა, ხო? თუ დოუბიკი გაუშვა. რომელიღაც არა, ფერგიუსონი დააბრუნა მეგონი პრემიერ ლიგაში და დოუბიკი გაუშვა იმაში. ბოლონიაში. დოუბიკი რომელიც ფლოპია. ფლოპია. ჟირონას იმ სეზონის მე. დოუბიკიდაც იგან ყოვის სასწაულად თამაშობდნენ იქ და ერთი რო გამოიცალა. ორივე ჩამოიქცა. იტალიაზე ის უნდა ვთქვა თუ ეჭველი რომ ჩაკვე ყავს მანდ და იმედია დახატავს. ჩაკვე რომელიც ტრავმირებულია სამწუხაროდ და მალე მოიშუშებს წესით. არა, პირველ ტურს გამოტოვებს. და მეორე ტურშიც სათუა იქნება თუ არა. აბა მორიგი ქართველი ახლა იუვენტუსის წინააღმდეგ დაირაზმოს, ხვიჩა კვარაცხელიასი არ იყოს. ხვიჩას მოულოცოთ პირველი ტიტული ამ სეზონში. გოგლიჩიზე ნახოთ კიდევ თუ დადგება. კვერნაძე დუბლი და ასისტი გააკეთა ახლა თასზე. იუვენტუსთან თამაშით იწყებს კვერნაძე. პირველი ტურია ფოზინოს 1-6 გოლი რო გაუტანოს კვერნაძე. შეარგოს ღმერთმა გაუტანოს არ მეწყინება ნამდვილად. ხო, ხვიჩას მიულოცოთ, მე-9 ტიტული მოიგო, სამწუხაროდ მე-10 არ გამოვიდა PSG-ში. ლანსმა მოიგო, ისე მამაჩემთან ერთად უყურებთ და უთხარი, რომ მადლი ხო ათქო ეხლა ლენსმა რომ მოიგოს თქო, იმიტომ რომ უშათა კლასი პატარა გუნდი, ამდენს მიაღწიეს და ეხლა ხვიჩაც და PSG-ც იმ ტიტულს მოიგებენ კიდე ბევრჯერ და ამიტომ სადღაც გულის სიღრმეში გამიხარდა და მაგრამ ოქროს ბურთის აი ეგ მინდოდა ბოლო ფიქრად მე ოქროს ბურთის წურვა. ოქროს ბურთის ასე ვთქვათ, ყულაბაში კარგი მონეტა ჩავარდებოდა მაინც. ხო, უბრალოდ მე 60 წუთზე შეცვალეს ბექა, არაფერი თამაში არ ქონდა განსაკუთრებული და წინ შარშარო ვიძახდი გახსოვს, რომ დამიწი წინ ბევრი რაღაცა გველის, იბერიას პირველი და მეორე მატჩი, გველის წილის კრები. იმედია ბაიერნი 8 დეკემბერს ითამაშებს მიუნხენში.
ჩემი ინტერესი მაქვს. ასევე ევროპა ლიგის წილის და კონფერენციის წილის. მივდივარ მიუნხენში და ბავარიას თამაშია დასწრება. შანსი არა. მოკლედ თვის ბოლოს ძალიან ბევრი რაღაცა გაირკვევა ჩვენთვის მე და სექტემბერში ერთვიანი სანაკრებო პაუზა. კი ბატონო, მოკლედ კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. ვინც ჩვენი სტაბილური მაყურებლები ხართ, გვინდა გთხოვოთ რომ კომენტარები დაგვიწეროთ, იმიტომ რომ ერთ კომენტარები ერთი რომ თქვენ საზრს გვიზიარებთ, მეორე ის რომ ვიდეოს ეხმარება იმაში რომ მეტ აუდიტორიას მიწვდეს და ძალიან მნიშვნელოვანია ამას გთხოვთ. მადლობა ბიჭებო საინტერესო საუბრისთვის. არაფრის. შენ რომ დადროპე იმ დღეს თემა რომ მომენატრა მუსაიფი და სალაპარაკიო, კარგი დრო იყო რაღაცა 1 საათი. ხო, ჩვენ ვლოგს შემოგთავაზებთ აუცილებლად 27 აგვისტოს, 27-ში რა. 23 აგვისტოსაც. 23-ში. ხო, 23-ში. ხო, 23-ში მივდივართ იბერია დინამოს და გთხოვთ რომ მოხვიდეთ და მოგიწოდებთ რომ მოხვიდეთ. მე 27-ში აუცილებლად უნდა მივიდეთ იაგელონიასთან მატჩზე და მე უკვე ცოტა რა იბერიას თამაში იქნება ევროტურნირზე ან 15 სექტემბერს, ან 15 ოქტომბერს. ოქტომბერს რატო? ოქტომბერში წება კონფერენცი ლიგა. უფრო გვიანი წება კონფერენცი ლიგა. კარგი ბატონო, მადლობა ვინც ამ დრომდე გვიყურეთ. მადლობა უთხრათ ტერმინალს კიდევ ერთხელ, მადლობა უთხრათ ჰაბსჩის კიდევ ერთხელ. ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ, სხვა სოც-პლატფორმებზე შეგიძლიათ გამოკვეთ ყველაფრის ლინკი, მათ შორის ჩვენი სოციალების დაბლა აღწერაში. ფენტეზიში შემოგვიერთით აუცილებლად, მოიგეთ საყვარელი ან პრემიერ ლიგის ფავორიტი გუნდის მაისური და ჩვენც მალე დაგიბრუნდებით, მოკლედ ბევრს არ გალოდინებთ. დროებით. დროებით. ვინ გათიშავს?